მაკაბოჭორიშვილი ვაშინგტონშია. ის მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ დაგეგმილ მინისტერიალში. ქართული ოცნება კმაყოფილია. ის საზოგადოებას არწმუნებს, რომ ეს ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის დალაგების საგანგებო სურვილს და მზაობას ნიშნავს. მინისტერიალში ჯამში მონაწილეობას მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია იღებს. რის თქმას აპირებს მაკაბოჭორიშვილი უცხოელი კოლეგებისთვის მემარცხენე ტერორიზმის საფრთხეების შესახებ, მაშინ როცა რუსეთი და ჩინეთი, რომელიც ქართულმა ოცნებამ სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადა, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ ამგვარი საფრთხების მთავარ წამხალისებლად და ხელშემწყობად მიიჩნევა. ქართული დელეგაციის დღის წესრიგის დეტალებით და თბილისში გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებით ფორმულას ეთერს ჩემი კოლეგა სალომე ლაბაძე უერთდება. მაკაბოჭორიშვილის ვიზიტის დღის წესრიგის შესახებ, ანუ იმაზე თუ ვისთან შეხვედრას აპირებს ის ვაშინგტონში, ან საერთოდ შეეცდება თუ არა პირისპირ შეხვედრას, ბოჭორიშვილი შეერთებული შტატების ან რომელიმე სხვა ქვეყნის მაღალჩინოსანთან მაინც ცნობილი არაფერია, საგარეო უწყება წერს მხოლოდ იმას, რომ ახლა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში იმყოფება მარკო რუბიოს მიწვევით, რასაც ადგილზე, ანუ თბილისში, ქართული ოცნება, როგორც ეს მოსაოდნელიც იყო, პროპაგანდისტულად იმის სამტკიცებლად იყენებს, რომ თითქოს ივანიშვილის პარტიას ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგება გამოსდის და რომ თითქოს ეს მოვლენაც იმის დასტურია, რომ ვაშინგტონისთვის თბილისთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ან როგორც გიავოლსკიმ დააზუსტა, საგანგებოდ მნიშვნელოვანია. თუმცა აქ საქმე ისაა, რომ მაკაბოჭორიშვილი მოსაწვევით, რომელიც მან მარკო რუბიოსგან, ანუ ამერიკის სახელმწიფო მდივნისგან მიიღო, არათუ გამონაკლის წარმოადგენს ან წარმოადგენს მცირე შემადგენლობას, არამედ ის შეიძლება ითქვას, რომ ირიცხება მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერების მესამედში, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, ტრამპის ადმინისტრაციამ ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიწვია და მაკაბოჭორიშვილი სწორედ ამ წარმომადგენლებს შორისაა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეს შეკრება არის მიმართული არა პოლიტიკური კავშირების გაღრმავებისკენ მონაწილეებს შორის, არამედ როგორც ამას სახელწოდებაც აჩვენებს, ეს არის შეკრება, რომელიც მიზნად ისახავს ულტრამემარცხენე ტერორიზმთან სახელმწიფოების დაპირისპირებას, უფრო კონკრეტულად კი სადაზვერვო სამსახურებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას, სწორედ ამ მიზნით, ანუ ულტრამემარცხენე ტერორიზმთან გამკლავების მიზნით, რა ნიშნითაც უნდა ვთქვათ, რომ იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილის პოლიტიკის გამო პოლიტიკურ დონეზე ვაშინგტონთან ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა, ვაშინგტონსა და თბილისს შორისაც კი არ გაჩერებულა ურთიერთობა. ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებს თავის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოსთან თანამშრომლობა ურთიერთობა მისთვისაც საკმაოდ სერიოზული შენაძენი იქნება, რაც ბოლო პერიოდში გარკვეულ ფორმებს იძლევა. ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას, თუ არა გადამწყვეტ გავლენას და რასაკვირველია მიწვევა მაკაბოჭორიშვილის ამ თავყრილობაზე, ამ ფორუმზე არის ერთ-ერთი სერიოზული დამადასტურებელი იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია. რასაც უნდა ამბობდეს ქართული ოცნება, როგორც უკვე აღინიშნა, ვაშინგტონში გასამართი შეკრება, რომელიც დღეს უნდა მოეწყოს, მიზნად ისახავს არა ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას, არამედ აქ ფოკუსი იქნება ულტრამემარცხენე ტერორიზმზე, ულტრამემარცხენე ტერორიზმის ხელახლა გააქტიურების საფრთხეზე მსოფლიოს მასშტაბით და იმ მექანიზმებზე, რომლებიც სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად და ამ ნიშნითაც, როგორც ამას ოპოზიციაში და ასევე ანალიტიკურ წრეებში ამბობენ, ქართული ოცნების პოზიცია არ არის ძლიერი, არამედ საქმე პირიქითაა და ეს კი არის ასე იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ ბოლო პერიოდში არაერთი დამამტკიცებელი საბუთი არსებობს იმის, რომ გააღრმავა ურთიერთობა ჩინეთთან, ასევე ირანთან და ცნობილია მისი დაქვემდებარებული კავშირიც კრემლთან, რუსეთი, ჩინეთი და ირანი კი მიიჩნევიან სწორედ იმ ძალებად მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ხელს უწყობენ სწორედ ულტრამემარცხენე ტერორიზმის გააქტიურებას, მის დაფინანსებას, წარმოადგენენ სწორედ ამგვარი საფრთხეების მთავარ სპონსორებს. ქართულ ოცნებას კი ამ ქვეყნებთან ასეთი მჭიდრო კავშირების გამო, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხდება შესამჩნევი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ოპოზიციის შეფასებით არც ამ მინისტერიალში ექნება ძლიერი პოზიცია და მისი მონაწილეობა აქ მხოლოდ მაკაბოჭორიშვილის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში მხოლოდ ცერემონიალური ხასიათის იქნება. პრობლემა არის ამ შემთხვევაში ის, რომ ჩვენ მივდივართ იქ ცუდი სასტარტო პოზიციებით, მათ შორის მემარცხენე პოლიტიკური ექსტრემიზმის
გავრცელების უკან და მხარდაჭერის უკან ხშირად დგას ისეთი სახელმწიფოები, როგორც არის ირანი, რუსეთი, ჩინეთი, FSB მაგალითად ან ჩინეთის საგარეო დაზვერვის სამსახური რაღაც გულწრფელად კი არ თანაუგრძნობს ამ ექსტრემისტებს. ისინი იყენებენ მათ როგორც ინსტრუმენტს ამერიკის წინააღმდეგ მოქმედებისთვის. და თუ ჩვენ შევხედავთ ჩვენს ურთიერთობას ამ სამ სახელმწიფოსთან, ხო? მაშინ ვნახავთ, რომ მინიმუმ დობას არ უნდა იწევდეს ამერიკულ სადაზვერვო ისტებლიშმენტში ჩვენი ეს ქცევა და ურთიერთობები ამ ქვეყნებთან და ვერ ვიქნებით იქ გულწრფელები, როცა საქმე მიდგება ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ამ შემთხვევაში ამ სამიც. მინისტერიალზე დასწრება და ზოგადად რა თქმა უნდა ასეთ კონცეფციის მოწვევის მიღება იმას არ ნიშნავს, რომ პირველ ხოლმე ეს ნიშნული გადაილახა, რომ ამერიკასთან ურთიერთობა არ დგას სტრატეგიული პარტნიორობა, კარგად აქვს ძალიან მკაფიოდ ნათქვამი, მათ შორის ამერიკულ მხარეს არაერთხელ ამერიკის საელჩოს, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ როდესაც მოხდება შეთანხმება, როდესაც კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ამის შემდგომ მოხდება ურთიერთობაში გარღვევის მიღწევა და გადატვირთვა. ორი წელი პირდებიან, რომ ურთიერთობას გადატვირთვან და აი ამ ვიზიტებს მე გვასაღებენ, რომ თითქოს ეს რაღაცა კარგის ნიშანია. ჩადიან და საერთოდ კომუნიკაციაში ვერ შედიან ნორმალურად ამერიკასთან და პირიქით რამდენჯერაც ჩავიდნენ, იმდენჯერ გაუარესდა მდგომარეობა, სულ ბოლოს საქართველოს მოქალაქეებს დაუმძიმდათ ამ ქვეყანაში მდგომარეობა და ქართველებისთვის კიდევ უფრო გამკაცრდა და გაძნელდა ამერიკაში წასვლა მოქალაქეებისთვის. მაკა ბოჭორიშვილს რესურსი რო ქონდეს იმისი რომ ამერიკასთან ურთიერთობა გადატვირთოს, აქამდე შეძლებდა. მისი რესურსი არის ფოტოების გადაღება და მეორე უკან დაბრუნება. პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ მინისტერიალი ვაშინგტონში დღეს უნდა გაიმართოს. ამ კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორი არის სახელმწიფო დეპარტამენტი და შესაბამისად მარკო რუბიო, რომლის მოსაწვევით მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, როგორც უკვე აღინიშნა, მიიღო მაკა ბოჭორიშვილმა, ოცნების საგარეო მინისტრი უკვე იმყოფება შეერთებულ შტატებში, თუმცა მისი ვიზიტის ამსახველი რაიმე მასალა ჯერჯერობით ამ უწყებას არ გავრცელებია.